ჩვენი საქმე ჩვენ ვიცით, თავრობა თავიანთი საქმე გააკეთოს. ჩვენ საქმეს ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეს მაცხოვრებლები ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკას, გოგონების ეგრეთ წოდებულ წინადაცვეთას უწოდებენ. თოთო გოგოები პაპირუსზე ეწევენ თქვენთან არ არის სიცხვილი. იმხელა თუსიკით ქალაქში რო დადია, ეგ არ არის სიცხვილი. თავრობის გადაწყვეტილებას, რომ გოგონათა გენიტალიების დასახიჩრება, აიკრძალება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში უკმაყოფილებით შეხვდნენ. Rat უნდა დაიშავა, ყველას თავიანთი წესია. სადავრი ქუდიც არის, სადაც ახარ ის ქუდი უნდა დაიხურო. ეს ეხლანდელი კი არ არის, ძველი პაპა მამინდელი დრონდელი და მოყოლილი საქმეა. ეხლა თავრობა უნდა დაშალოს. რაღა ამ იმაზე მოდიან, რატო არიუნებიან გზა როგორი გაქვს, რა გაკლია, რა გინდა? მათ უნდა კითხა, მე რაც გავა, ჩემ შვილს მე რაც მინდა, იმას გავაკეთე. იმან გაატა რა 9 მუცელში, იმან გააჩინა, იმან გაზარდა. თუ საქართველოში აიკრძალება, რას იზამთ? რა თუნდა აიკრძალოს? რატო აიკრძალება? ვინ კითხავს იმათ რომ აიკრძალოს? არ დაიმორჩილებ. ჩვენი წესი უნდა დაიცვა ჩვენ. და რას გააკეთებთ? რას გავაკეთებ? რასაც წესია, იმას გავაკეთებ. აქვე ადგილზე თუ შეზღუდული იქნება ეს და დასჯადი, ანუ შესაძლოა სხვაგან წახვიდეთ? აბა, გავაკეთებ. განიშნა. ეს ღმერთის მოდი ისქიდან მოსულია და მაი როგორ არ გავაკეთებ? უჯიშოთ ხო არ დავტოვებ? თუ არ მონათლავ და წყალი თუ არ მიასრა, წყალში თუ არ აბანავე ბავში, ის ხო უჯიშოთ ითვლება. წყალის მისხმა და გენიტალიების დასახიჩრება განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველას თავისი წესი აქვს. ყველა თავის წესს მისდევს და ეგრეა, საჭირო. მაგრამ არავინ არ მომკვდარა. ყვარლის სამსოფელში, ჩანტლისყურეში, თივსა და სარუსოში გოგონების ეგრეთ წოდებული წინადაცვეთის ტრადიციის შესახებ საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან შეიტყო. ადგილობრივების თქმით, ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ მედიამ ისინი ჩამორჩენილ ხალხად წარმოაჩინა. ჩვენმა ქალებმა რაღაცა ზოგმა წესი თქვეს და ესე იგი ჩამორჩენილი ჩათვალეს ტელევიზორში. ფაქტის გახმაურების შემდეგ პოლიციამ ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში მოქალაქეები გამოკითხა. რეზო რა ილაპარაკეო, შენ მithom იგრე წერია, მithom მე ვნათლი ბავშვები, რა ვიცი მე მაგის. დავკითხეს ყველაფერი. ქალის გენიტალიების დასახიჩრების მიზანს ადგილობრივები იმით ხსნიან, რომ გოგონას არ გაუჩნდება სექსუალური ლტოლვა და ქმარს არ უღალატებს. სოფელ ჩანტლისყურეს იმამი ზაგირ ომაროვი ამბობს, რომ გოგონათა წინადაცვეთა აღარ ხდება. იმამი ამ ტრადიციას რელიგიას უკავშირებს, თუმცა ისლამთან მის კავშირს ვერ გვიხსნის. რაც გაკეთდება, უჩემოთ არაფერი არ აკეთებენ აქ. პირველად ვიღაცა მოვიდა ჩემთან აიგრი, ერთ საქმე არ არის. ეგ იყო ადრე. როგორც ახლა თქვენ რა ვიცი საიდან გაიგე როგორ გაიგე მეც ეგრე გავიგე თომ ყოფილა თქვენ რას ფიქრობთ? არის თუ არა ეს ძალადობა, როცა ადამიანს რომელიმე ორგანოს აჭრი? ეგ ხო ძალადობა დარჩეს երը ნებაყოფლით თავი შობლების ნებაყოფლით კეთდებოდა და ალბათ თო გაკეთდებოდა. იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ გოგონების გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. ვიდრე გოგონების ეგრეთ წოდებული წინადაცვეთისთვის ვინმეს პასუხს მოსთხოვენ, ავარებით დასახლებულ სოფლებში მედიისთვის თითქმის ყველა კარი ასე დაიკეტა. რას აიზარ ჩვენი წესი ჩვენ გააკეთეთ, თუ თქვენი წესი თქვენ გააკეთეთ მორჩა.